ბიჭო ხომ არ რას მეკითხებია მერე რომელს ნაპტიპირდოთ ხო რა მალე ვიტყვი ბევრი რო არის ფიქრობ სტატომ და კუპერი რამდენი 20 მოგესალმებით. თქვენს წინაშეა სპორტული პრესინგის ფინალური პაექრობა, რომლის გამარჯვებული ცეტანტასა და სელფისგან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის ორკაციან საგზურს მიიღებს. დაძაბული და სუპერ თამაშების შემდეგ დღევანდელი ფინალისტები არიან: ტატო ბაციკაძე, სანდრო რაჩკოვსკი და ჯუბა გრიგოლია. აბა მეგობრებო, მზად ვართ ფინალის დასაწყებად? კი. ეგრევე. პირველი რაუნდი შეტევა. ამ რაუნდში ეკრანზე 4 სხვადასხვა სპორტი გამოჩნდება. მოთამაშეები რიგრიგობით დაბლოკავენ მათთვის არასასურველ ღონისძიებას და დარჩენილ სპორტზე ერთმანეთს შეეჯიბრებიან. ისინი რიგრიგობით ჩამოთვლიან სპორტსმენებსა თუ გუნდებს. სამი არასწორი პასუხის შემთხვევაში კი რაუნდს ეთიშებიან. ყველა სპორტსმენისა თუ გუნდის გამოცნობა ერთნაირად არ ფასობს. რაც უფრო ნაკლებ შედეგიან მოთამაშეს დაასახელებენ, უფრო მეტ ქულას მიიღებენ. თამაშს იწყებს მოთამაშე, რომელიც ბოლო გუნდს დაბლოკავს. რაუნდს იგებს ის მონაწილე, რომელიც ყველაზე მეტ ქულას აიღებს და 3 სტრაიკი არ ექნება. შეტევა, პირველი რაუნდი და 4 სპორტი თქვენს წინ. ეს არის პირველი ოლიმპიადის ტოპ 5 მედალოსანი, ინდივიდუალური ითვლება, ანუ ადამიანები უნდა ჩამოთვალოთ. კალათბურთში ყველა მსოფლიოს ჩემპიონი, ფორმულა 1-ის გრან-პრის გამარჯვებული კონსტრუქტორები, ტოპ 20 და NFL-ის სუპერბოულის გამარჯვებულები, ვისაც აქვს 2 და მეტჯერ მოგებული. რომელი აგდებთ? ოლიმპიადა ტოპ 15 მედალოსანი არის, 5 არა. ეგეთი ის მექნება რა. შემოთავაზება თუ გაწყობთ. იქიდან გამომდინარე რომ ის დავტოვოთ თუ არა. შენ ხარ დაიწყებდი? არა. მაშინ რამენად გითხარი ვინ დაიწყოს, იმიტომ რომ მე მგონი აქ მნიშვნელობა აქვს ვინ დაიწყებს. ამის წაშლას. თქვენ ვერ იმაშვებით? ვერ თანხმობთ რა. არა, მე არ მინდა რომ დავიწყო. იმიტომ რომ ერთი კატეგორია გვაქვს, რომელიც ნალად უნდა წავშალოთ და მაშინ სანდრო შენ დაიწყებ. იმიტომ რომ ინდივიდუალური მედალოსნები გავაკეთე. საითხარეს უნდა გაყვეს სანდროს მე ვინ. ეხა შენ ბლოკავ. ვინ დაბლოკა? ეხა შენ ბლოკავ. ინდივიდუალური მედალოსნები დაბლოკავ. ფორმულა 1-ის გრან-პრის მომგები კონსტრუქტორები, ანუ რამდენი და მეტი მოგება უნდა ქონდეს? 20 და მეტი უნდა ქონდეთ. კონსტრუქტორს, ხო? კი, კონსტრუქტორს. ერთი წუთი. მანქანაზეა. გრან-პრიზე არის საუბარი თუ ჩემპიონი? არა, გრან-პრი. ჩემპიონი 20. არა, ეხა ისტორიაში შეიძლება სახელები რო გადაერქვა იყოს 20-ს. მოდი მაშინ მე დავბლოკავ კალათბურთის სოფლიო ჩემპიონი. კი ბატონო. ტატო, NFL-ი შენი საყვარელი თუ? ფორმულა 1. ისე ვფიქრობ NFL-ზე რატო ეხლა, იმიტომ რომ სანდრო კი მოიგეს, მაგრამ მეორეზე მაინც შეიძლება გავიდე. მაგას ვაწევდი. ხო, მაგრამ ფორმულა 1 ძალიან კარგად იცვება, მგონი მოიგო შეიძლება. ფორმულა სუპერბოულის ჩემპიონები 1 და 2 და მეტი. 2 და მეტი. ფორმულას თამაშობთ, ხო? მაინც ერწამთ. ბიჭო, ვიცი ხა რაღაცები ვიცი მაგას. კაი იყოს ფორმულა რა. ფორმულას თამაშობთ. ძალიან სამწუხაროა. ძალიან გამიხარდებოდა რომ ჩემი საყვარელი სპორტი ამერთხელ მაინც სანდრო რო არ იყოს აქ, ვითამაშებდი სიამოვნებით. სანდროს ფინალში წინაზეც ფორმულა მქონდა და წავაგე იქ. ანუ ნავარჯიშები ხარ. არა. უბრალოდ კალათბურთის სოფლიო ჩემპიონები ცოტა ისეთია. დაგუგლული მოხვედი. დავიწყეთ მეგობრებო, ტატო ბოლოს შენ დაბლოკეს, შესაბამისად შენ დაიწყებ. 9 და მეტი მოგება. 9 და მეტი. ფერარი მარტივით დავიწყებ. ფერარი არის 1 ქულა. მერსედესი მესამე ადგილზეა 128 გრან-პრით და ეს არის 3 ქულა. ყველაზე ცოტა არის 9, ხო? კი. მოდი იყოს ლოტუსი. ლოტუსი 79 მოგება და 6 ქულა. ალფა რომეო. ალფა რომეო 10 გრან-პრი, 12 ქულა. ვილიამს.
უილიამსი 114 გრან-პრი და 5 ქულა. სანამ ჯუბა იტყვი, უბრალოდ მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ როდესაც ჩაწერა მიმდინარეობს, იმ დროის მონაცემები არის შესაბამისად, როცა ნახავენ რაღაცები შეცვლილი იქნება. მოდი იყოს რენო. რენო 7 ქულა, 35 გრან-პრი. მაკლარენი. მაკლარენი მეორე ადგილზეა და 2 ქულაა ეს. Red Bull. Red Bull-ი მეოთხეზეა. 4 ქულა. მოდი იყოს ბენეტონი. ფუ, საწამართოა ჩვენ. ბენეტონი 8 ქულაა. ის თავს ოპირებდი. ვა. კარგად მიდიხარ ჯერჯერობით. ხო, მაგრამ ყველაზე მარტივი გარი გასული. ხო. ეგეც არის. და უკვე წავიდე კარტმა. იქ 35 გრან-პრი არის ლოტოსის მერე. ასტონ მარტინი. ლოტუსის მერე ეგრე არის, რასაც შენება 35 გრან-პრი არის და ასტონ მარტინი არ არის. სტრაიკი. ბიჭო. ვინ? რა მაინტერესებს ისე დავსვავ კითხვას. ანუ რაც ერქვა იმ მომენტში, აი რო გადაირქვა და რაღაცა, ეგ არ ითვლება? იმ მომენტში რაც ერქვა, ანუ რას ვიზახი, იცი შეიძლება ერთი სეზონი ერთი თამაშა, ზუსტად ყველაფერი იგივეა და მერე გადაიმებული. არა, მან და მნიშვნელობა არის, ვისი განგზელებელი არის. თუ იმან გააგზელა, რა თქმა უნდა, ეთვლება, ანუ აი პირობითად ვიძახი. არის ეთვლება. 9 რბოლა არა აქვს მოგებული და არაფერში გამოგადგებათ, მაგრამ ალფა ტაური და ეხა რაც ქვია. ტოროროსო ერთი და იგივე, კი. ერთი და იგივე, არა, ალფა ტოროროსო და ალფა ტაური ერთი და იგივე. ხო, მაგრამ მან არის მემკვიდრე თუ არის ის ჩემპიონობები ეთვლება მოკლედ, ხოლმე და რენო, მე რო ვიკიპედიაზე ვთქვი, ეგრე იქნებოდა. მე რო ეხა რენო ვთქვი, ალპინი რომელიც ხო. გადადის რენოა. ბაზარი არა, всё. ხო და მაშინ ტოროროსოდან შეიძლება იყოს ერთი გასლის ეხლა მახსოვს, მაგრამ მანამდე ვებერი იყო იქ და აბა, თქვენ სანდრო. აი, მაინც იყოს ტოროროსო თავისი შთამომავლობით. სტრაიკი. მოდი იყოს ტაირელი. ტაირელი 23 გრან-პრი 9 ქულა. ძველი მანქანებს არ მახსოვს. ბრებემი ის 35 გრან-პრიანი, რომელიც 7 ქულა არის. სანდრო. BMW. სტრაიკი. მოდი იყოს ეს მეორე სტრაიკი იყო ხო სანდროსთვის? კი. მოდი იყოს ბრაუნი. ბრაუნი ასევე სტრაიკია. ვა, იცი? მეორე თავში მომივიდა ეს შეიძლება ყოფილიყო ვითომ? აბა, დატო. აი იყოს იაგუარი. იაგუარი სტრაიკია. სანდრო, თუ ვერ უპასუხებ, გამოეთიშები ამ რაუნდს, იმიტომ რომ დატომ დაიწყო და მე ჯუბა თუ ვერ უპასუხა, გადავწყვეტე. ბატონო. ვოქსჰოლი. სტრაიკი. სანდრო დაიმშვიდობა. მალე ვიტყვი ბევრი რო არის ფიქროსტატომ და კუპერი. კუპერი 16 გრან-პრი და 11 ქულა არის. დატო თუ ვერ უპასუხე? ნუ აზრი დაკარგა ახლა რომ უპასუხო. კიდე დარჩენილი არის 4 მინიმუმ. რასაც ორი უნდა უპასუხო ყველა ვარიანტში რომ მოვიგო და შანსი არ მის პასუხი. მაგიტომ ფიატი სტრაიკია მეგობრებო, დარჩენილი მანქანები არის BRM, მაზერატი, ნატრა, ტალბოტი და ვანვალი. ხო, მაზერატი მქონდა შეიძლება დანარჩენები. მაზერატი შეიძლება და დანარჩენები ასე ამ მქონდა. პირველი რაუნდის შემდეგ ვანვალი რა არის? არ თქვა შემეკულა. 50, ტატო 30, სანდრო ჯერჯერობით 0 ქულა აქვს და ვიწყებთ selfies რაუნდს. მეორე რაუნდი, ტაქტიკოსი. ამ რაუნდში მოთამაშეების წინაშე 5 სხვადასხვა თემა გაიხსნება.
თითოეულ თემაში სხვადასხვა სირთულის 3 კითხვაა: 10, 20 და 30 ქულიანი. მოთამაშეები რიგრიგობით აირჩევენ თემას და შეკითხვას. არასწორი პასუხის შემთხვევაში მინუს ქულას არიღებენ. სხვა მოთამაშეს დასწრებაზე საშუალება აქვს შეკითხვას უპასუხონ, მაგრამ თუ მათ ვერ უპასუხეს, მინუს 10 ქულას მიიღებენ. სანამ მეგობრებო მეორე რაუნდის თემებს წარმოგიდგენთ, აბა რატო დაბლოკეთ NFL-ი რატო პირველ რიგში? 50 ქულას აიღებდი ალბათ მაქსიმუმ მაინც სუპერბოული და არ უნდა 30-ს ავიღებდი მაინც ხო. აი სუპერბოულის თამაში იდეაში ბოღამი მქონდა რა, უბრალოდ აი სანდრო რო არის კაც ხელზე ახატიან სუპერბოულისაც ყველაზე მეჯერა მოგებული გუნდი მე მგონი. ანუ შეიძლება და ისედაც ასედაც თქვა ხა მეორეზე გავედი და ისედაც მეორეზე შეიძლება გავსულიყავი, ვთქვათ. მაგრამ მუღამი არ ეკნებოდა ისეთი თამაში, რომ გონია რომ ფორმულაში მეტნაკლებად თანაბრად ვიყავით და სუპერბოულში ერთ ძალიან დიდი უპირატესობა ეკნებოდა და მაგითო დაბლოკე. სანდროშ, რატომ დაბლოკე შენ ოლიმპიადამ? უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემი აზრით ნებისმიერი სხვა თამაში ზოგადად გარედან რა, ჩემთვის კი არა გარედან მაყურებლისთვის ჩვენ თამაში. ძალიან გვიჭირდებოდა. მადლობა ამ ზრუნველობისთვის. ჯუბა, ჩემთვის რეალურად ყველაზე კომფორტული ალბათ ინდივიდუალური მედალოსნები იყო და ეგრო დაიბლოკა მე უფრო ტაქტიკურად მივყევი რა ალბათ ტატოს, ну ყველაზე პრაგმატული და სწორი გადაწყვეტილება ტატოს მხრიდან იქნებოდა რომ სუპერბოული დაიბლოკა და მაგითო უბრალოდ იმ ორიდან ავარჩია რომელიც უფრო ნაკლებად მაწყობდა და კალათბურთი გავაკეთე. თუმცა ეხა ეგრეთ სუპერბოულის ჩემპიონები მეცვისია. კი ბატონო, მეგობრებო, მეგობრებო, ქვეყნებიდან ჩამოგვეთვალა. სუპერბოულის ჩემპიონებიც ხო? მეგობრებო, სერფის რაუნდი, ტაქტიკოსი და ტაქტიკოსის დღევანდელი თემებია ძალიან მარტივადაა ყველაფერი ეს მთელი საქმე. შრაიკი, ჰიპერიონ კანტოსის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პერსონაჟი, მოკლედ რო აგიხსნათ ეხა რა არის. თითოეული ასო არის თითო თემა, შ რ ა ი კ. ანუ შესაბამისად იმ პასუხებში გუნდის ადამიანის სახელი ან გვარი იწყება იმ ასოზე, რომელსაც ასოსაც აირჩევთ. აბა თქვენიცით. ვინიც კი ბატონო. აბა თქვენიცით. შ რამდენი? 20 ქულა. შ 20. 1988 წელს ის გახდა პირველი და ერთადერთი ჩოგბურთელი, რომელმაც კალენდარულ წელში 4-ვე სლემი და ოლიმპიური ოქრო მოიგო. არა, არ ინერვიულობ. ის ასევე ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელსაც 4-ვე სლემი მინიმუმ 4-ჯერ აქვს მოგებული. ეს არის ტატოს საყვარელი ჩოგბურთელის მეუღლე შტეფი გრაფი. პლუს 20 ქულა. რამდენი? 20. 20. ფორმულა 1-ის 4-ის ჩემპიონი, რომელიც სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი დაპირისპირების ერთ-ერთი მხარეა. ალენ პროსტი. ალენ პროსტი, მადლობა რომ არ მაწვალე. ანუ როგორც ხვდებით, სახელით შეიძლება აზე დაიწყოს, მხოლოდ გვარი არა. 3-ის ჩემპიონი აირტონ სენა იქნებოდა. კი ბატონო. რომელიც ალბათ 10 ქულიანია მან. გაშიფრეს ყველაფერი. მოდი იყოს შ20. შ20. 30-იანი არის ალბერტო ასკარი. ის ერთ-ერთი უდიდესი იაპონელი ჯუდოკაა. კარიერის მანძილზე ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. ოლიმპიადის 2 ოქროს მედლის მფლობელია. ბოლო 2020 წელს ლაშა შავდათუაშვილის ფინალში დამარცხებით დაიმსახურა. იცი რო იცი. არ ვიცი, აზრი არ. შოჰეი ონო. პლუს 30. მოდი იყოს ის პირველ თამას დავასრულებ 10 ქულიანი შ. შ10. ამ ქალაქის გუნდი NBA-ის 1988 წელს შეუერთდა. 2002 წელს ფრენჩაიზი ნიუ-ორლეანში წავიდა და გუნდმა სხვა სახელით განაგრძო თამაში. 2014 წლიდან კი ყველაფერი საწყის წერტილს დაუბრუნდა და მას შემდეგ არ შეცვლილა. ამ გუნდს NBA-ის დივიზიონიც კი არასდროს მოუგია. უფრო მაღალ მიღწევებზე საუბარიც არაა. ეს არის შარლოტი. პლუს 10. მოდი იყოს 20. 20. დილას სტაილბენდერ ნიგერიაში დაიბადა და UFC-ში კიკბოქსინგის გავლით მოხვდა. დიდხანს საკუთარ წონაში ხელშეუხებელი იყო, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში ზედმეტი ილაპარაკა, რამაც მიძინებული მძიმე ხელები გამოაღვიძა. შემიძლია? ჯონსი? არა. ეს არის ისრაელ ადესანი. პლუს 30 ჯიბა. ვერ გავიხსენე, გვარი ვერაფერს არ იქ, ვერ გავიხსენე, გვარი.
30. სანდრო. K-30. K-30. სტენლის თასის სამგზის ჩემპიონი კანადელი, რომელიც ჰოკეის ისტორიაში უდიდესი პინგვინია. ორჯერ ლიგას ქულებით ლიდერობდა და ამდენჯერვე ლიგის უძირფასესი. Crosby, Sidney Crosby. Sidney Crosby, პლუს 30. მოდი იყოს აირტონ სენა, 10 კულო. 10. ერთ-ერთი საუკეთესო თუ საუკეთესო არა ფრანგი მორაგბე. 6 ერის სამგზის საუკეთესო მოთამაშე, ნაკრების კაპიტანი და ტულუზას ლიდერი. მოდგენა არ მოგს. არ ვიცი. ასუხია ანტუან დუპონი, მეგობრებო. დიუპონი, აუ. ანტუანი ქვია. ანტუანი, სახელი არ ვიცოდი უბრალოდ. R20 იყოს. R20. პირველი აფროამერიკელი, რომელმაც MLB-ში ითამაშა და საბოლოოდ სეგრეგაციის დასასრულის დასაწყის სათავე დაუდო. კანის ფერის გამო წლების მანძილზე საშინელ რასისტულ არ არის სწორი? ვინ უნდა დააჭირა? მე. კიდე ბოლომდე წაკითხვა თუ? არა. თქვი? ჯეკი რობინსონი. პლუს 20. ბეიბრუთი შავკანიანი არ იყო. აფროამერიკელია მე არ იყო. ხო, არა, ბეიბრუთი თეთრია. თეთრია? თეთრი იყო. და როგორ თეთრი მაფიოზის ვიცი. ისა იტალიელი არის. სოპრანოში ითამაშებდა 90-იანებში რო ეცხოვრა. ხმურობამ ვიცი რომ არ ვიცი, ბილბურის ხმურობაა თუ ვიღაცის. ეს გამომაზე. შეინგილისის ხმურობაა ჯეკი. I-30. I-30. 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების მედროშე სამთო მოთხილამურე, რომელიც ნოდარ ხუმარიტაშვილის გარდაცვალების შემდეგ ოლიმპიადაზე გამოსვლის გაუქმებას გეგმავდა. თუმცა საბოლოოდ მის პატივსაცემად ვანკუვერში მაინც იასპარეზა. არ ვიცი. გვარის ბოლოს არტი არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მე მგონი არის იასონ აბრამიშვილი. სწორია, პლუს 20. აბრამიძე იყო თუ აბრამიშვილი ზუსტად არ მახსოვთ. მე ვარ? ჯუბა. მოდი იყოს 10 ქულიანი Q. ნახევრად ადამიანი, ნახევრად საოცრება, რომელიც NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მოთამაშე იყო. კარიერაში ბევრი ვერაფერი მოიგო, კონფედერაციის ფინალშიც არასდროს ყოფილა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ნაკრებში ეფრინა და საფრანგეთის წინააღმდეგ სიკვდილის დანქი შეესრულებინა. საფრანგეთის წინააღმდეგ? არ ვიცი, ალბათ კარმელო ენტონი უნდა იყოს, არ ვიცი. არასწორია. მე დავაჭირე. სანდრო? კარტერი, ვინც კარტერი? ვინც კარტერია? Half man, half amazing. საბერძნეთთან არისო? საფრანგეთთან იყო. მე მგონი საბერძნეთთან იყო. საფრანგეთთან იყო. ფრედერიკ ვაის გადაახდა თავზე. კი. ჩემია, ხო? კი, დატო. I-20. მადრიდის ატლეტიკოსა და ბილბაოს ატლეტიკის ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ამ საუკუნის სტარტზე დეპორტივოს წვრთნიდა და მის ხელში ირურეტა. კი ბატონი. პლუს 20. K-20. K-20. სისხლიანი ოთხშაბათი ასე ქვია 1996 წელს დეტროიტ რედ ვინგსსა და ამ გუნდის დაპირისპირებას კონფერენციის ფინალში, სადაც ფაქტობრივად ორივე გუნდის ყველა მოთამაშე მიჩხუბა. ის თამაში დეტროიტმა მოიგო. სერია და სტენლის თასი კი ფორსბერგის, საკიკისა და რუას გუნდს დარჩა. Q არის, ხო? მოდი იყოს ის ვანკუვერ კანაკსი. არასწორია. კოლორადო. კოლორადო იყო 90-იან წლებში ძალიან ცნობილი დაპირისპირება იყო კოლორადო დეტროიტი, მეგობრებო, სადაც ეს თამაში თუ არ გინახავთ ეს მომენტი მაინც ნახეთ, ყველას უთხოვს სუპერ ვარსკვლავიან ბავშვიან, დედიან, ქალიან, მოხუციანად. მოდი იყოს R 20. R20. როთ ვეის ესენის უდიდესი ლეგენდა. მას ლიდერული თვისებების გამო ბოსს ეძახდნენ. 1954 წელს უნგრეთს 1-2 ანგარიშზე ზედიზედ 2 გოლი გაუტანა და საკუთარ ნაკრებს ეს არის გერმანული ფეხბურთის უდიდესი ლეგენდა რანი, ჰელმუტ რანი. პლუს 20. იჯობია თუ რე? აი 10 ხო არა. იყოს I. I.
ამ ჩოგბურთელს კარიერის სლემის შესასრულებლად უიმბლდონის მოგება აკლია. თიხაზე წლებია საუკეთესოა და უკვე 4-ჯერ შეძლო გაჩემპიონება. არიზის ოლიმპიადაზე ოქროს მოგების უმთავრესი ფავორიტი იყო, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ბრინჯაოს დასჯერდა. შიონტეკი. პლუს 10 და სანდრო შენ დაგრჩა შრაიკიდან მხოლოდ რ და 10 ქულიანი. ფორმულა 1-ში შუმახერების ოჯახთან ერთად ალბათ ეს ოჯახია ყველაზე წარმატებული. 2 ჩემპიონობა, 28 გრან-პრი და სხვადასხვა ქვეყნის სახელით უილიამსითა და მერსედესით პირველობა. როსბერგი. სწორია. კი ბატონო. დენი ხანი ვიფიქრები ჯოია. მეგობრებო, ამ რაუნდის შემდეგ ჯუბა პირველ ადგილზეა 190 ქულა, სანდრო 80, ტატო 100 ქულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯუბა გეთამაშებათ მარტო. თქვენ ორს. მესამე რაუნდი 2-1-ის წინააღმდეგ. ამ რაუნდში პირველ ადგილოსან მოთამაშეს მეორე და მესამე ადგილები ერთად დაუპირისპირდებიან. ეკრანზე გამოჩნდება 3 თემა და პირველ ადგილოსანი აირჩევს, რომელ თემაზე სურს დუეტთან დაპირისპირება. თამაში დასწრებაზეა. თუ რომელიმე მხარემ სწორად უპასუხა 10, არასწორი პასუხი კი -10 ქულაა. 10 კითხვის შემდეგ მოთამაშეების აღებული ქულები ჯამურ მონაგარს დაემატება. მესამე რაუნდის თემებია: დაწყევლილი ხალხი, ბიბლიური სახელები და ღალატი. დაწყევლილი ხალხი აიღე ჯუბა. კარგი, მაშინ ვითამაშოთ ღალატი. ღალატი მეგობრებო. აბა რა, ბიჭო, ღალატზე უნდა ვითამაშოთ. ღალატი. ღალატი, პირველი შეკითხვა. პრაიმ ტაიმი 1994 წელს NFL-ის საუკეთესო დამცველი. მაგრამ რას მეკითხებიან? აბა, აი დიონ სანდერსი. პრაიმ ტაიმს გეკითხებით, კი? დიონ სანდერსი. 10 ქულო. 1900 ახლა მონზე ვერ მოვედი მაგარი. დიონ სანდერსის ზედმეტ სახელი იყო პრაიმ. და მოხდა ვერ მოვედი. საუბარი იყო მეგობრებო, პრაიმ ტაიმი არის NFL-ის ისტორიაში საუკეთესო კორნერბექზე. პრაიმ ტაიმი იყო მისი ზედმეტ სახელი, დიონ სანდერსი. ვანკუვერში იყო? ატლანტაში, დალასში, სან-ფრანცისკოში. დალას, სან-ფრანცისკოდან გადავიდა დალასში, უღალატა გუნდს. NFL-იო? NFL იყო, მე აღარც ვფიქრობდი ესე ვიდეო. 1988-87 წლებში ეს ფეხბურთელი სელტიკის კომაგების ფავორიტი იყო. ამ პერიოდში 52 გოლი გაიტანა და როცა ნანჩი წავიდა, ცრემლებით გააცილეს. ერთწლიანი ლავენტურის შემდეგ შოტლანდიაში, ოღონდ რეინჯერსში დაბრუნდა. სელტიკის კომაგებთან ერთად რეინჯერსის ფანებიც განრისხდნენ. კათოლიკეს პირველი მსოფლიო ომის მერე არ ჰქონდა რეინჯერსში ნათამაშები. ეს კაცი წლები ლონდონში ცხოვრობდა, როგორც ამბობდა, ორივე გუნდის კომაგებისგან თავის დასაცავად აკეთებდა ამას. ვა. ასე რომ სახლი დაუწეს თუ რაღაცა. სელტიკის კომაგები. რა? ყველა დაძლებდა შოტლანდიაში. გრემსუნის. ვერ ვიხსენებ. საუბარია მო ჯონსტონზე, მეგობრებო. მო ჯონსტონი, კი, გამიგია ბაზარია. შემდეგი 1964-დან 1973 წლამდე ეს კაცი აიაქსის სული და გული იყო. შემდეგ ევროპაში იფრინა და ამსტერდამს მეორეჯერაც დაუბრუნდა. კარიერის ბოლოს მშობლიურმა კლუბმა კონტრაქტი არ გაუგრძელა და კრუიფი. კრუიფი, ნამდვილად. ტატუს უყურებ ამდენი ხანია და რო არაჭერს ესე იგი კრუიფი არ არის. არ ველოდი კრუიფს და მაგიტომ. შემდეგი ამ სლოვაკმა ჰოკეისტმა დეტროიტში მხოლოდ 1 სეზონი გაატარა. 40 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ყველას ეგონა გუნდი მის გარშემო აშენდებოდა. მაგრამ მოსისხლე მტერ ჩიკაგოში გადავიდა და კარიერის საუკეთესო წლები იქ გაატარა. გეტყვით, რომ მას ძმაც ყავს, რომელსაც მარსელი ჰქვია. ასევე ცნობილი ჰოკეისტი არის მარსელი. ვერ გავრისკავ ხა, მაგრამ მინდა დაჭერა. გონია ერთი, მაგრამ სატანი. უბრალოდ თქვით, უკვე დაჭერა აღარ მიიღება. სატანზე ვფიქრობდი მან. არა, ჰოსა არის მეგობრებო, მარიან ჰოსა. მარიან ჰოსა, ხო. შემდეგი. ფიქრობ არსენალში რო გადავიდე, ტოტენჰემის ყველა ფანი ძალიან სოლ კემბელი. ლეოს 10 ქულა. ეს მწვრთნელი ნიუ-იორკ ჯეტსის დაცვის კოორდინატორი იყო. ი რა, გადავა. ნიუ-იორკ ჯეტსის? ნიუ-იორკ ჯეტსის დაცვის მე ჯაიანტსი ვიზე ვიფიქრე და მეთქი წკინვალე რაღაცას ჩაიყარა საფუძველით. კარგი, მოდი დაცვის კოორდინატორი იყო თუ არა, არ ვიცი, მაგრამ იყოს მაინც ის რა ქვია, ბილ ბელიჩეკი. კი, ბილ ბელიჩეკი იყო.
ორლანდოსთან ერთად სუპერფინალი ითამაშა და ჰიუსტონთან უშანსოდ მარცხის შემდეგ ნელ-ნელა გუნდზე გული აიცრუა. ლეიკერსში შაკი პლუს-10. მარტივი ამ მებრძოლისთვის ირლანდიელთან დაპირისპირება მეტი იყო ვიდრე უბრალოდ ჩხუბი. მისთვის ეს იყო ადამიანი ხაბიბი პლუს-10. რატო არ დავაჭირეთ? არ ვიცი მე რა რატო არ დავაჭირეთ? ირლანდიელთა ჩხუბი უფრო მეტი იყო. ამ კალათბურთელმა დეტროიტთან ერთად ჩემპიონობა ორჯერ მოიგო. იმ დეტროიტის დენის როდმანი პლუს-10. აი ხო ფორა მოგვეც. აუქნა ეხა რაღაცა ხომ და ამე ბიჭო ობიოსანსზე პასუხები და ბოლო შეკითხვა. ამ ფრანკს ლონდონის იუდა შეგვიძლია ვუწოდოთ. ჩელსის ვარსკვლავი ჯერ არსენალში გადავიდა. ვილიამ გალასი პლუს-10. ბრავო, ჯუბა ზედიზედ 4 შეკითხვა. მე არაფერი არ შეცვალა ამ რაუნდმა. ყველას 40-40 თავიდან დაგანადათ ხდება რა და და ვიწყებთ მინუსი არ მინდოდა ბოლო თავს. კრუიფიც შემეძლო მადლობა, რომ ისინი ისმენთ. არ შემეძლო ხა NFL-ები მეოთხე რაუნდი, ბოლო თავი. ამ რაუნდში კითხვაზე პასუხი დასწრებაზეა. არასწორი პასუხის შემთხვევაში სხვა მოთამაშეებს აქვთ ქულის აღების შანსი. ამ რაუნდს კონკრეტული თემა არ აქვს. 10 განსხვავებული შეკითხვა და თითოეულ კითხვაზე 5 მინიშნება იქნება. პირველ მინიშნებაზე გამოცნობა 50 ქულა. არასწორი პასუხი კი -10 ქულაა. მეორე მინიშნებაზე გამოცნობა 40 ქულა. არასწორი პასუხი კი -20 ქულაა. მესამე მინიშნებაზე 30 -30, მეოთხეზე 20 -40, მეხუთეზე კი 10 -50 ქულაა. ბოლო თავი გადამწყვეტი რაუნდი, რომელიც გადაწყვეტს ვინ გახდება პრესინგის, სპორტული პრესინგის გამარჯვებული. ამ მომენტისთვის ჯუბა 220 ქულა. ტატო 140, სანდრო კი 120 ქულა. კარგად იცით მეგობრებო, რომ თქვენ წინა იქნება 10 შეკითხვა, თითოზე 5 მინიშნება და ჯამში 500 ქულა, რომელიც უნდა გათამაშდეს. დავიწყოთ. ხოლო სახელს თუ ნახავთ, შეიძლება იფიქროთ, რომ ლინ მანუელ მირანდას მიუზიკლი ამ ბრბოლელზეა. სანდრო, ლუის ჰამილტონი ნამდვილად. ჰემილტონი არის ძალიან ცნობილი მიუზიკლი, ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და ლუის ჰემილტონი ყველა ლუის მიცის. მანუელ მირანდა რო თქვა ვიფიქრე ჰემილტონი რა თქვა და ბიჭო ხომ არა რას მეკითხებია ო. მერე რომელს ნა, ტიპი უნდა თქვა რა. ბიჭო ხომ არა ჰემილტონი რიჩარდ ჰემილტონი იყო, შეიძლება. ლიფ ჰამილტონი ხო რა რა ვიცი კალათბურთელი მეორე. ყველაზე ასაკოვანი ჰოკეისტი, რომელსაც რომელიმე პროფესიონალურ ლიგაში გაუტანია. იარომირი აგრი. პლუს 50. მესამე. ფრედი კრუგერი, რომ კეთილი მბრბოლელი ყოფილიყო. მეორე. მაგალითი იმისა, რომ ავსტრიაში სწორი პროფესიის არჩევა შეიძლება. ნიკი ლაუდა. ნიკი ლაუდა მეგობრებო, სახე აქვს დამწვარი როგორც ფრედი კრუგერს და ავსტრია ავსტრალია კი გასაგებია ისედაც. შემდეგი. გვარი რომელიც Red Dead Redemption 2-ში ბანდიტების დაჯგუფებას და რაგბის ლეგენდას აერთიანებს. ანუ თამაშზე მაქვს საუბარი Red Dead Redemption. ოდრისკოლი ბრავო, ბრაიან ოდრისკოლი, ოდრისკოლის გენგი, ოდრისკოლ გენგი. არ მოდგენ არ მაქვს ამ თამაშს ვისაც დავისას აქ უკვე ისეთი ხდება მეგობრებო, 230, 230 და 220. კარგია, მე მიყვარს ესეთი დაძაბული თამაში. პირველი მინიშნება ყურადღებით. ადე მოდი და შეხედე კაცო. მეორე მინიშნება. მისი სახელი ნიგერიულად ითარგმნება როგორც ჩემს სინდიდრეს გვირგვინი დაემატა. მესამე. სანდრო. ადეში ვერ ჩავსვი, მაგრამ მოდი და შეხედე არის. შეხედე კაცო არის სიმენ. ვიქტორ ოსიმენ. -20, იმიტომ რომ მესამე უკვე ნათქვამი მქონდა. მესამე. ჩალტონში დაწყებული კარიერა და ინგლისის ასაკობრივი ნაკრებების ვინგერი. მეოთხე მინიშნება. 2022 წელს ნიგერიის ეროვნულ აუ რა მინდოდა? საკა? -40. რა მე მინდოდა? ვიტყვი რა კვე? ადემორა ლუკმენ +20. რა მინდოდა? ლუკმენი შეხედე კაცო. ხო. თან ჩვენი გასაგებია. მინდოდა. არა უშავს ბიჭო.
უამრავი ადამიანი, რომელსაც კვლავ სურს ჩემი და ტაისონის ბრძოლის ხილვა, ჰოლიფილდ. -10. მე იმპერატორი ვარ და მზად ვარ თუ ტაისონს სურს კვლავ ვიჩხუბოთ. მეორე 2001 წელი და მოულოდნელი მარცხი ჰასიმ რაჰმანთან. სიამარა. ანუ ეს უნდა იყოს წესი და ლენოქს ლუისი. ლეუს 40. ვენერა ოღონდ არაობოლაშვილი. ვენუს უილიამსი. ლეუს 50. აქ აზრი, მოიცა? ჯუბა ძალიან წინ გაიჭრა ამ 50 ქულით, მაგრამ სანდრო თეორიულ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებ. პირველი მინიშნება. ამ კალათბურთელს ისეთი სახელი აქვს, რაგბის თამაში თუ არა, ბურთი მაინც უნდა უყვარდეს. რაგბის ბურთზე მაქვს საუბარი. და დავაჭირო ყველა ვარიანტი, ხო? ეგ არის სტუმრ ბურთი. დრო? ლონსო ბოლი, არ ვიცი. ის იქნება ბიჭო. აი სახელი დამავიდა. ბურთი, რაგბის ბურთის სახელი, რაც აწერია. მედეთ. ან ხო და ვერ გავიხსენებ. ხო და ვერ ვიხსენებ. ტრენდი არის გილბერტი, მეგობრებო. შილბერტ არენასი. ჟილბერტ არენასი იყო სწორი პასუხი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯუბას ვეღარავინ დაეწევა, დარჩენილ კითხვებს აღარ აქვს აზრი და მიულოცოთ, მეგობრებო, ჩემპიონობა. ჯუბა, გილოცავ სპორტულ პრესინგში გამარჯვებას, როგორც იცი შენ შეგეძლება რომელი თამაშიც გინდა აირჩიო, სასურველ ადამიანთან ერთად გაიმგზავრო, იხილო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური თამაში. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა თქვენ მონაწილეობისთვის. ძალიან კარგი ფინალი გამოვიდა მე მგონი და თქვენც რო გაგვიზიაროთ ემოციები როგორი იყო. გარდა იმისა, რომ მე შეიძლება როგორც ავტორი ესე ვხედავ, რომ აი რა კარგი იყო ეს ფინალი, მაგრამ თქვენთვის შეიძლება ცუდი იყო. არა, ძალიან კაი იყო. ჩემი მიზანი რაც იყო ამ ორ თამაშში, ერთი მიზანი ისიც არ მქონდა რომ ორი თამაში მეთამაშა გინდა თუ არა, მაგრამ ეგრე გამოვიდა და ის იყო რომ გავრთობილიყავი, კაი დრო გამეტარებინა და ეგ გამომივიდა და მოგების პრეტენზია და იმედი არც მქონდა, ასე რომ ყველაფერთ მაყოფილი ვარ ამ ჟამად. სანდრო ძალიან კაი თამაში იყო. ანუ წინა თამაშებზე რასაც ვეუბნებოდი ჩემ თავში, ჩემსავე ფსიქოლოგიას უღალატე რა, უნდა გამერისკა ყველაფერზე და უბრალოდ ძალიან დიდი რისკია რა, როცა მალე რისკავ, შეიძლება ძალიან ამოტრიალდეს ყველაფერი, მაგრამ რო გამერისკა უფრო ჩემი აზრით უფრო დაიძაბებოდა კიდევ უფრო, მაგრამ ნუ რატომღაც არ ვირწმუნე საკუთარი თავის, ჯუბა მივწუნა და სრულიად სამართლიანად გაიმარჯვა. არ მინდა ოსკარის სპეციალურად გამომივიდეს, მაგრამ პირველ რიგში მადლობა მონაწილეებს და ავტორებს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ფორმატია. სპორტს ეხება და იმედია კიდე გაგრძელდება და ძალიან გახარებული ვარ სიტყვას ვერ უყვლე თავს, იმიტომ რომ რაღაცნაირად სპორტულ ვიქტორინებში ბოლო პერიოდში სულ წარუმატებლობა მქონდა დამჩემებული და ფეხბურთი არაა შენი როგორც ჩანს. სპორტია. ხო, სპორტში უფრო კომფორტულად ვიზნებ თავს, იმიტომ რომ ბევრჯერ მithkom სხვადასხვა ადგილას, რომ ფეხბურთი ჩემი პირველი სპორტიც კი არ არის, ამიტომ თან ახლა ჯუმა პირველი რაუნდის მოიგო. მეორეშიც მაგრამ ვაჯობა, მესამეში 2-0 ვიყავით, თითქოს ვიგებდით და იქაც დავგეთ ამ ეკანო, ძალიან დამსახურებულ ყველა რაუნდში მოგვიგო ცალ-ცალკე რო აიღო მე მგონი და. ხო. ძალიან დამსახურებულად ანგარიშიც ეთყობა პრინციპში. მადლობა მეგობრებო მონაწილეობისთვის და შევხვდებით მომავალ სეზონში, ოღონდ ამჯერად უკვე საფეხბურთო პრესინგში. გაიაქტიურე 16 გიგაბაიტი მხოლოდ 15 ლარად. სხვა ინტერნეტ პაკეტების სანახავად შემოდი MySelfie აპლიკაციაში ან ვებგვერდზე selfie.gr